მომაწვა ეს აგრესია სხვა მიზეზით და მინდა რომ ოჯახზე და ბავშვზე ამ შემთხვევაში გადმოვიტანო. როგორ შევუძახო ჩემ თავს, რა შევახსენო, რომ ეს არ უნდა ვქნა. რა მიქრე რაღაც საკვანძო გვიხჭიოთ, რომ გავიხსენოთ და აღარ გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ნუ თქვა სადაცაც განრისდი, გაწყერი, გაბრაზდი, გაღიზიანდი და ეს გაღიზიანება ცვლის შემთხვევ ფსიქიკურ მდგომარეობას და მოდიხარ სახში. ხო, ამ დროს არავით არის კეთილი სიტყვა, აღარ გეკეთილება. არა? როგორ ავისვით ეს თავიდან? ისე სიყვარულს უბრუნდები. თუ ოჯახის სიყვარული გაქვს, არა, შენი თავი როგორც გნომიკი, აი ეს უნდა გეჭიროს აი ხელში. სხვა გამოსავალი არ არის. ვიღაცა გამხსნებელი რომ დაგიყნო გვერდით სად მოგინახო ხომ მართალია? არ არის. შენი თავი შვილებთან მივდივარ, ცოლთან მივდივარ. ჩემი ქალი გამიღებს კარებს. ჩემი ყველაზე კაი მეგობრები შემომეხოვიან. ხო? და მივიღო ოჯახი უნდა როგორც ჩემი ყველა ცუდი ხასიათის წამალი. კარების იქით ვტოვებ ყველაფერს და შევდივარ ხალისთან. სხვა გამოსავალი არ არის. უნდა დაიწერო რაღაცა ბეჭედი აქედან აგერიქითკენ გაიკეთო რომ გეუხამოშებს და იცოდე რა თმიკეთე წნარად რომ შევიდე სახში არა რაღაცით უნდა გაიხსენო ესენი და გახსენება გეტყვის კაცო შვილები გელოდება ბავშვი გელოდება საშინაო დავალებაში დახმარება უნდა ცოლი გელოდება რაღაცის კითხვა უნდა ხო იქ ქალიშვილი არის სინაზე სჭირდება და ამ დროს შევედი და დავარბი ოჯახი ხო, ესია ჩემო ძვირფასო. აი რაც ახლა თქვი, მე როცა რუსთაველის ძეგლის უკან იყო ჩვენი სამუშაო. ხო, იქიდან რომ ბრუნდებოდი ბორჯომის ქუჩაზე, ხან ფეხით ჩავდიოდი. მეც მქონდა ჩემი სანერვულო სამუშაოები. ხო, და მივიდიოდი იმიტომ რომ დავცლილიყავი. თორე ტრანსპორტით წავიდოდი, ფეხით ჩავიდოდი, დავცლილიყავი და მე ფიქრა ეს საფიქრად რაც სასახში აღარ უნდა შემეტანა. აი ეს გამოსავალია.